მოგესალმებით, ამ ვიდეოში განვიხილავ ინდუსტრიული IoT-ის საკომუნიკაციო პროტოკოლებს. მოდი გავეცნოთ ინდუსტრიული IoT-ის საკომუნიკაციო პროტოკოლებს და გამოვიკვლიოთ თუ როგორ უზრუნველყოფს ეს პროტოკოლები მონაცემთა უწყვეტ გაცვლას და კონტროლს. მენეჯმენტის ან შეზღუდული აპლიკაციების პროტოკოლები შექმნილია შეზღუდული რესურსების მოწყობილობებისთვის და დაბალი სიმძლავრის ქსელებისთვის. ისინი ენერგოეფექტურია და ოპტიმალურად მუშაობს ისეთ გარემოში, სადაც მოწყობილობებს შეზღუდული დამუშავების სიმძლავრე და მეხსიერება აქვთ. გამოყენების შემთხვევები მოიცავს ჭკვიან ქალაქებს, დისტანციურ მონიტორინგს და ენერგოეფექტურ სენსორებს. Modbus-ი ფართოდ მიღებული პროტოკოლია სამრეწველო ავტომატიზაციისა და SCADA სისტემებში. მისი მარტივი არქიტექტურა და ფართოდ გავრცელება მას პოპულარულს ხდის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის კომუნიკაციისთვის. არსებობს ორი ძირითადი ტიპი: Modbus RTU სერიული კომუნიკაციისთვის და Modbus TCP Ethernet ქსელებისთვის. გამოყენების ძირითადი სფეროებია სამრეწველო კონტროლის სისტემები, წარმოების პროცესების ავტომატიზაცია და SCADA სისტემები. ენერგეტიკული აპლიკაციები და დისტანციური მონიტორინგი. დისტანციური ზონდირების და მონიტორინგის სისტემისთვის საჭიროა პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ შორ მანძილზე კომუნიკაციას ენერგოეფექტურად. ბატარეის მუშაობის დაზოგვა კრიტიკული ფაქტორია ამ ტიპის პროტოკოლისთვის. MQTT არის მსუბუქი და ეფექტური პროტოკოლი, რომელიც იყენებს გამომწერ-გამოცემის მოდელს. იგი ოპტიმიზებულია დაბალი გამტარიანობის ქსელებისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ IoT საკომუნიკაციო პროტოკოლს. მისი უპირატესობები გახლავთ მსუბუქი სტრუქტურა, ეფექტური მონაცემთა გადაცემა დაბალი სიჩქარის ქსელებში და გამომწერ-გამოცემის მოდელი თვითონ. თუმცა MQTT-ს აქვს გარკვეული ნაკლოვანებებიც. როგორც არის UDP-ის გამოყენება შეიძლება საჭიროებდეს დამატებით კარიბჭეებს და ზოგიერთ შემთხვევაში ფართოდ ხარდაჭერილი არ არის. SCADA სისტემების პროტოკოლების ნაკლოვანებებია შეზღუდული მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები, ძლიერი უსაფრთხოების მახასიათებლების ნაკლებობა, მონაცემთა დიდი ნაკადების ეფექტურად დამუშავების სირთულე. თითოეულ ინდუსტრიულ IoT პროტოკოლს აქვს თავისი ძლიერი მხარეები და გამოყენების სფეროები. სწორი არჩევანი კი დამოკიდებულია კონკრეტულ მოთხოვნებზე და შეზღუდვებზე, რაც ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში წარმოიქმნება. ამ პროტოკოლების სწორად შერჩევა და გამოყენება უზრუნველყოფს მონაცემთა უწყვეტ, ეფექტურ და უსაფრთხო გადაცემას ინდუსტრიულ გარემოში. მადლობა ყურადღებისთვის.